ნარკოტიკების აქტიურ მოხმარებაში ვიყავი ბევრი წლის წინ, როდესაც ჩვენი დღევანდელი სტუმარი გავიცანი ფსიქოთერაპევტი მაგდა ფერაძე, რომელიც მაშინ ჯგუფურ თერაპიებს ატარებდა და მოკლედ ესე რაღაცნაირად ბევრი წელია ერთად მოვდივართ და დღეს უკვე ეგერ ხიზელი გონებით მოვედი მასთან თავისი კაბინეტი აქვს, მოკლედ მაშინ კამარაში მუშაობდა და დღეს მინდა რომ ვისაუბრო ესე თემაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით წყვილებს შორის ეს გაზიარება, რომ ჩვენ რაღაცნაირად დახმარება გვჭირდება და მეორე მხრიდან რამხელაზიანი მოაქვს ურთიერთობისთვის იმას, რომ რაღაცნაირად არ და ვერ უზიარებ შენ გვერდით ყოფ ადამიანს შენ ამხელა პრობლემას. მოკლედ, გამარჯობა მაგდა და გისმენთ. გამარჯობა იკა, მიხარია, შენი სტუმრობა, მიხარი ხარ ესე გეტყვი. მადლობა ძალიან დიდი мотиваციისთვის და შენი დიდი წვრილია ჩემს სიფხიზლეში. მადლობა ძალიან დიდი. გამარჯობა ყველას. იკას მსმენელებო. რაც შეეხება წყვილებს, დავიწყოთ ესე პირდაპირ. მოდი ვიტყვი ესეთ რაღაცას, რომ ადამიანი, რომელიც არის დამოკიდებული და მიჯაჭვული, იქნება ეს რაღაცა მავნე ნივთიერება, იქნება ეს გემბლინგი, თამაში თუ ალკოჰოლი თუ ასე შემდეგ, იგულისხმება, რომ ის სრულიად არის გადაღვრილი რაღაცნაირად აი ამ მდგომარეობაში და შერწყმული აი ამ მდგომარეობასთან, იმიტომ რომ ის ყოველთვის ეძებს რაღაცა სიამოვნებას თუ რაღაცა გაქცევას იმ რეალობიდან, რა რეალობაშიც იმყოფება. ანუ აქ იგულისხმება ის, რომ ფხიზელ მდგომარეობაში მას აღარ შესწევს უნარი და აღარ აქვს რესურსი, რომ რაღაცნაირად გაუმკლავდეს აი ამ სირთულეს თუ სიხარულს, რაც მის ცხოვრებაში ხდება და სჭირდება დამატებითი დოპინგი. რაც შეეხება წყვილურ ურთიერთობას, ძალიან მნიშვნელოვანია გაზიარება და საუბარი აი სწორად ახსენე, იმიტომ რომ ტაბუირებული თემები წყვილებს შორის, როდესაც არსებობს, აქ იგულისხმება ის, რომ რაღაც დოზით ჩაკეტილები ვართ ჩვენ თავთან. აი ეს ტაბუირებული თემების არ გაჟღერება, სახელის არ დარქმევა, ამაზე არ საუბარი, რომელმაც შემდგომ უნდა გამოასწოროს ის პრობლემა, რაც მე მაწუხებს ან შენ გაწუხებს, აი აქ ხდება სრული კონტაქტის წყვეტა. ეს ერთის მხრივ, რომ ადამიანი, რომელიც ისედაც შეჭიდებულია ამ მდგომარეობას და ებრძვის სენს, ესე რომ ვთქვათ, მას სჭირდება ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი მიდგომა და ჯანსაღი ადამიანები გვერდით, რომლებიც კი არ დახუნძლავენ და ადანაშაულებენ და რაღაც ესე ცუდი ბიჭის რაღაცა ესეთი იმაში გავლენაში კი არ მოაქცევენ და დატუხსავენ. სჭირდება ადამიანები, რომლებიც რეალურად მოусმენენ და რეალურად დაინტერესდებიან იმით, რომ რა მოხდა ისეთი მის ცხოვრებაში, რამაც მას უბიძგა, რომ გამხდარიყო მომხმარებელი, რომ გაქცეოდა ამ რეალობას და დაინტერესდებიან მისი შინაგანი მდგომარეობით. ნუ პირველი ეს არის, ეს ეხება მშობლებს, ეს ეხება წყვილს, ეს ეხება მეგობრებს. ხო, მეც ჩემი პირადი გამოცდილებით ნარკოტიკს ყველაზე დიდი ზიანი, რაც მოაქვს, ნუ სხვადასხვა ზიანი მოაქვს, მაგრამ ყველაზე დიდი ზიანი, რაც მოაქვს, არის ზუსტად ის, რომ კეტავს ამ რაღაცა გარში და გვამყოფებს რაღაცა ჩაკეტილ სივრცეში და ჩვენი ემოციებით, ტვინით, ფიქრებით რაღაცნაირად მე ეგრე ვიყავი, რომ რაღაცნაირად ორი და მეტი ცხოვრება მქონდა, იმიტომ რომ აქეთ მქონდა უდიდესი პრობლემები თავში და როდესაც ვერ უზიარებდი ამას ადამიანს, ну ეს უფრო წვა მატულობდა და შემდეგ და ეხლა ამ ვიდეოს მიზანიც ეს არის რომ უბიძგო ადამიანებს იმისკენ რომ დაიწყონ ამაზე საუბარი გვერდით ყოფ ადამიანებთან რომ პირველად მახსოვს როდესაც ესე რომ ვთქვათ რაღაცნაირად მეჭირა ურთიერთობაში თავი და არ იცოდა იმ ადამიანმა რომ ეგონა რომ რაღაც დანებებული მქონდა თავი პირველად ეცა გაუზიარე იმხელა შვება ვიგძენი რომ რა ვიცი გამიჭირდება მაგის რაღაცნაირად სიტყვით გადმოცემა და ამის შედეგი შეიძლება გვიან დადგა, მაგრამ დღეს რო ფხიზელი ვარ, რაღაცნაირად 3 წელი ხდება უკვე, ზუსტად ვიცი რომ ამ რაღაცის დამსახურება, იმიტომ რომ დავიწყე ამ ყველაფერზე ლაპარაკი ჯერ რაღაც ახლო რადიუსში და შემდეგ ხო, შემდეგ გავფართოვდი და მინდა რომ ადამიანებს მოგიწოდოთ იმისკენ რომ თქვენს რავი მეუღლეებს, შეყვარებულებს, დედებს თუ მამებს ესაუბროთ ამ პრობლემებზე და ეს თქვენთვის იქნება
რავი, პასუხს ვაგებ, რასაც ვამბობ, ყველაზე დიდი წამალი, ყველაზე დიდი მალამო და ყველაზე დიდი შვება, რომ ამოიღოთ ეს თქვენი წუხილები, სევდები, შიშები თუ კომპლექსები რა. ერთი რაღაც მინდა კიდე რო თქვა, რომ ძალიან საინტერესო, რომ მაგდამ დაწერა წიგნი, რომელიც რაღაცნაირად მიუძღვნა თავის პაციენტებს, ესე რომ ვთქვა და წლების განმავლობაში ამ თერაპიებზე დაგროვებული ეს ისტორიები იქნება ალბათ არ ვიცი წიგნში კონკრეტულად ადიქციაზე არის. ხო, ადიქცია. კონკრეტულად ყველა იმ ჯგუფს მინდა მივუძღვნა, ვისთან ერთადაც მე გავდიოდი აი ამ პროცესებს მათი გამოჯანმრთელების. ხო, მესმის ისტორიები, ხო. გახდომის და ძალიან ისეთი მნიშვნელოვანია, ძალიან მალე გამოვა. ძალიან მაგარი. ხო, წარმატებები მინდა გისურვო და მე წეგნი რო გამოვა, მე ერთ ვიდეოსაც იმას ვიზამ მე პირადად რავი. მზათავარო წავიკითხო და მადლობა იმისათვის, რომ შენს პროფესიონალიზმს გვიზიარებ და გვაძლევ მოტივაციას და რავი, ხალხო ისაუბრეთ ამ პრობლემებზე. საერთოდ არ არის სირცხვილი, რომ ნარკომანი არის უბრალოდ გამოვლინება, მე ესე შემიძლია შევაფასო რაღაცა ტკივილის. და დავამატებ იქ. ხო, კი, რა უცილებლად, აუცილებლად. ნახე როგორი რაღაცაა, ჩვენ ახლა დღეს წყვილებზე ვსაუბრობთ თითქოს მხოლოდ ერთი კუთხით, რომ მომხმარებელმა უნდა ისაუბროს წყვილთან, რა თქმა უნდა ისაუბროს, რა თქმა უნდა მან თავის თავში არ უნდა ჩაახშოს და რეპრესირება არ უნდა მოახდინოს ამ ყველაფრის, რომ მე ისევ და ისევ არ გაიქცეს რეალობიდან და არ გადაეშვას ისევ და ისევ მოხმარებაში. და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ოკეი, ამაზე არ ვდაობთ, ცხადია, მათ უდაოდ სჭირდებათ მხარდაჭერა, მაგრამ რატომღაც აქცენტი არ კეთდება იმაზე, რომ აი წყვილში მათთან ყოფი წყვილში ადამიანი, ვინც არის, მასაც სჭირდება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ესეთ ადამიანებსაც მინდა ვუთხრა, მივმართო, რომ აუცილებლად ანუ ბოდიში თანადამოკიდებული ზუსტად ადამიანი, რომელიც ხდება თანადამოკიდებული, როდესაც ის ბევრი წელი ცხოვრობს ადამიანთან, რომელიც არის ადიქტი, ეგრეთ წოდებული, მეორე ადამიანი ის ხდება თანადამოკიდებული და ზუსტადაც რომ ის მან თავი დააღწიოს რაღაცნაირად ამ თანადამოკიდებულებას, აქ იგულისხმება ის, რომ საკუთარი მე არ დაკარგოს, საკუთარი ხო, არ გადაერთონ მთლიანად, ხო, მესმის, ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ეხლა ციფრიზეში რაც მაწუხებს არის, რომ ამ ადამიანებს გარკვეულმა ადამიანებმა ჩემში რაღაცა ძალიან ბევრი რესურსი ჩადეს და დაკარგეს თავიანთი დრო, შეიძლება მოტივაციას დაკარგეს, შეიძლება იმედიც რა გარკვეულ დროს და ამას რეალურად ეხლა ძალიან განვიცდი რა და მაწუხებს ეს ძალიან. მესმის და ლეგიტიმურია ეს წუხილიც, აბსოლუტურად ლეგიტიმურია, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც საკუთარ მეს კარგავს საკუთარ საზღვრებს, ის ვეღარ არის ფუნქციური და ის ბოლომდე არის გადაღურილი მეორე ადამიანში და მთლიანად არის დამოკიდებული მის ცუდად ყოფნაზე. ასე რომ აი აქ ძალიან ისეთი ფაქიზის საზღვარია, რომ სეპარაცია მოხდეს, სწორად მოხდეს და მხარდაჭერა არ იყოს იმდენად რაღაცა ჰიპომზრუნველობაში გადასული, რომ დაინვალიდება არ მოახდინოს პარტნიორის. მესმის. მოკლედ, დიდი მადლობა მაგდა დღევანდელი ინტერვიუსთვის, ძალიან საინტერესო იყო შენთან ლაპარაკი როგორც ყოველთვის და წარმატებები მინდა გისურვო, ადამიანებს მინდა რომ ჩვენს მსმენელებს წარმატებები გისურვოთ, ნათელი გონება, სიფხიზლე, კარგი ფიქრები და იცოდეთ რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და არ დანებდეთ მოკლედ და წარმატებები და სიფხიზლე თქვენ. მადლობა მაგდა ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები შენ ადამიანებს, რომელსაც რაღაც დოზით ეხებათ ეს პრობლემა, ან შეხებიათ და ბევრი დადებითი ემოციები. მადლობა დიდი.